მოაშორე turtle და ერთი დღე ვიარე ქენამდე ვიყავი ალიევის ცოლი. რა კარგია მაყაშვილებთან. მოგესალმებით. დავბრუნდით. ძალიან შორს ვიყავით წასულები. მოკლედ, როგორ ახართ? კარგად ხართ? ვიცი რომ კარგად ხართ. მინდოდა ისე დაწყება რომ აი მადლობების თქმა, ანუ უნდა გითხრათ მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნახვები გვაქვს, მოწონებები, ლაიქები და ჰეითერი არ გვყავს. მოდით ჰეითერებო, სანახათ. აგერ გელოდებით. მოკლედ, დღეს რა ხდება? დღეს ხდება ის, რომ მაყაშვილებში მოვიყვანე დედა მაყაშვილი, ჩემი. კარგი. მეორე საკითხი უნდა გითხრათ ის, რომ YouTube-ზეც დავიდებით, იმიტომ რომ ხალხი ითხოვს. მე არაფერ შუაში არ ვარ. ხალხი ითხოვს უბრალოდ. მე არ მინდოდა. პლუს კიდე 10 წუთიო ძალიან ცოტა არისო და მე გაზარდეთო და შეიძლება 1-2 წუთიც მოვამატოთ, გააჩნიე როგორ მოვიქცევით. ავათამაშოთ მხარი და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. გადავწყვიტე რომ შეფრატისთან აღარ ჩავიდე, იმიტომ რომ გამოხვედით იქ რადი ეს, ნუ უშლი ნერვს, მაგრამ მე მაინც აუშლი ნერვს. წავედით ხო ნიკო? წავედით, დავანგრიოთ ხო? დავანგრიოთ. არა, არ შეუშლით ხელს პირიქით ძალიან, მარილს დავაყრი თუ რამეა და რაღაცა რა. წავედი. გვილი გააძრო, ჯიგარმა მოდი გავიტყოთ. რომელი უფრო ცხელია, მე თუ ეს. მოვედით ახლა ჩვენ ვიმყოფებით მაყაშვილების სამზარეულოში. მასაკერ. შეგიძლიათ გადამოაცხნო მაგითი? კი, შემიძლია ნამდვილად. რას აკეთებთ? დიდებურო. დღეს ვაკეთებ კრევეტების თბილ სალატს, ქათამს, რომესკოს соусით. ოიმე. და რავიოლს. მე ყველაზე მეტად მიყვარს შენი რავიოლი. გასაგებია. ეგ არ არის ჯერ ჩიპსი. ხალხია ჩვეულებრივი. სამზარეულოში რო ეგრე ყოფნა არ შეიძლება, იცი? ანუ ახალგაზრდაში ბიჭია და უხასიათოა საშინლად. აი ეს ხო შემეძლო მე გამეკეთებინა, რატო არ გამაკეთებინე? გაიხადეთ შე. ამოური. ხო იცი ხა მე დაგიცლი თელს ჩიპსებს აღარ დაგვრჩება არაფერი. ცხელზე ეთში ხელის შეყოფა მინდება, ეს რამე რაღაც პრობლემაა? კი, აუცილებლად ძალიან დიდი პრობლემაა. რატომ მინდება ცხელზე ხელის შეყოფა? მასოხისტი ხარ ალბათ. ახლა ჩავყაროთ ესე. ოი. აი ზუსტად. ეგ არის. რა მინდა უცხრი ჩავყო. ეს პინცეტია? ეს პინცეტი, ოღონდ ცოტა დიდი ზომის. რა გინდა პინცეტი? ძალიან აბა რა ხშირად. მოვიყუტა შეიძლება? ახლა ვრაწამთ ქათამსა. ახლა ვრაწამთ ქათამს, ხო ვრაწავდით. დავიწყოთ. აუ რა კარგია. სახამებელი უნდა ვიყიდო. მარილი აკლია. აკლია მარილი. მარილი ძალიან მნიშვნელოვანი, არა? გაფორმების ელემენტარული ხალხია. მეტი არაფერი. ელემენტარული პატივისცემა. და ელემენტარული პატივისცემა საჭმელზე. აი, ვიცი და მალე წავალ. წავედი მე. ჩემს რესტორანს ვწნი. მოვიდა დედა ჩემი, თამარ დედა მაყაშვილი. მოგიმზადე კრეტინული შეკითხვები. ანუ უნდა გაუძლო. რო ჭამოთ არ შეიძლება. უნდა ჭამოთ, კი, აბა რა უნდა ვქნათ? ეს რა არის? ეს რა არის? ქათამი რომესკოს соусში. ხო არ ვიცი რა არის, მაგრამ კარგი მიგიჯე. იქნება. რაღაცებზე გიждები რომ იძახიან რომ ვიღაც соуსი და რაღაც. ებჭო თქვი რა, ეს არის ქათამი მშვენიერი აგერ რაღაცა. რომესკო ქვია. და რა არის რომესკო უნდა მოთარგმნოთ მაშინ. შენი საჭმელი ხო? რატო შენ ყველა კრევეტები და ჭამე ის. რატო გადაწყვიტე რომ მარტო შენი საჭმელია ეს მარტო მე მომიტანეს, მაყაშვილები გიждდებიან ჩემს. მითხარი ყველაზე გემრიელად რას ამზადებ? მე რა შენ უნდა თქვა რას ვამზადებ თორე მე რომ მკითხო ყველაფერს გადასარევად ვამზადებ ტორტების წყობა არ ვიცი დანარჩენი გიждდებენ მომიწევნა აქ ერთ-ერთ მზარეულად ისე ქვევრი კახური მეზობლით არის დამზადებული 20-22
კახური დამზადებული. ჩვენ ყველაფერი კახური გვაქვს. ჩელტი. გადაცემა შენ მიყავს თუ მე? არა, მე მინდოდა წამეყვანა, მაგრამ შენ არ მაცდი არაფერს. ვაუ. გავსინჯოთ? ძალიან კაი სუნიკია გენაცვალე და ფერიც აგერ შვენიერი და ქისი ხო გითხარი? ქისი აქ არ დამიჯერე. სუნით გძნობს, სუნით. ეს დათრება ახლა. მალამოდ გედება. ქისი კაია, ქისი. კაია. და რაჭული, არის კროკეტი. ნუ რამადება ჩაციკული. მინდა გითხრათ, როგორც კი ბათუმიდან ჩამოვალ, ეგრევე აქავარ. ამდენი შეკითხვები მქონდა და ყველაფერი დამავიწყდა. მე ხშირებას უჩივი დალე ყავარი. შენ რას აკეთებ ყველაზე გემრიელად? მითხარი აბა. მე ვაკეთებ გემრიელად პასტებს, აჰა. შემწვარ კარტოფილს, ო? შემწვარ კვერცხს. როგორ არა? მე რაღაცებს კეთება ვიცი. შეიძლება რომ შეკითხვა დაგისვა მართლა? დაიწყე. და кайფო გაკეთებულია ძალიან. მთელი ცხოვრება რომ მოგიწიოს ერთი საჭმლის ჭამა, ერთი კერძის. რა კერძი იქნება? აუ, ნუ არ მაინტერესებს, უნდა მოიფიქრო. მოსწრეულია, მწვანილი ან რაღაცა. ცხოვრება. ხო, თელი ცხოვრება მირჩევნია, ვიდრე ხინკალი ჭამა თელი წვანილი ცხოვრება. გაქაქთან. აი ხო ხედავ, მე მწვანილი ვარ ჩვეულებრივი. მოკლედ რუსობ გადაწყვიტა ერთჩენიერ დღეს რომ უნდა გამოაწყოს პიცა. შეგვჭამა რა ყველა ერთად რომ პიცა უნდა გავაკეთოთ და თქვენ მე ხელს არ მიწყობთ თუ რაღაცა პატარა და ამბავი და ნუ მოვიტანეთ იქ ფქვილი ისა ესა ყველაფერი ძეხვი ამბავი რაც საჭიროა და ბოლოს ესე იგი დედაჩემი მაშვებოდა ცომს მე ვატი მაშვებოდა როგორ არის ვატრიალებ თუ რა ქვია ამას მოკლედ რა ვაწყელებდი ხო ვაწყელებდი რუსომ ძეხვი დაჭრა და თითი მოიჭრა აუცილებლად ეს კი სისხლიანი იყო ყველაფერი იქ ამიტომ დაავანებელს თავი და დავჭერეთ ეს ომიდრის დროს მაგალითად ჩემი სისხლი იყო იქ ხო სისხლი რაღაცა წაუსვა და დადგა პიცა და რაღაცაზე გაერთო და გამოვიღეთ პიცა შავი რუსო რა იყო მეთქი ესე იცი რაო მეო გავაკეთებ და თქვენ უნდა მიგეხედათ. 100 აკეთებს რუსოს საჭმელს გენაცვალე ისე რომ შეფი აკეთებს. შეფი ამზადებს. აჰა. და სულ შეფები უყურებენ, ხო? მარილი თუ შაქარი? მარილი. იცი რამე, მე უფრო გემრიელ საჭმელს ვაკეთებ თუ ნინუცა. ნინუცა. რატო? აუ, უფრო გემრიელს აკეთებ და შენ არ წალია სამაგრისოთ. რატო არ მცალია? იმიტომ რომ დაკავებული ხარ გენაცვალე ვარსკვლავური ცხოვრებით. ჩემს გაკეთებული საჭმელი გიჭამია ვაფშე საერთოდ. კი, მაკარონი. ანუ აი მოდის და მაბანძებს რა. ჩემ დროს მაგას მაკარონი ერქვა და ხა თქვენ გინდა პასტა ეძახეთ და ნატელა რა. გახსოვს მე რომ გავაკეთებ პიცა მუნი რო დავარქვი? კი, მუნი, კი, იმიტომ რომ მაშინ მუნი ქონდა. პირველად და უკანასკნელად ხარ აქ ჩემი სტუმარი. რა საკვირველი? კაცო, შე ხო მითხარი, მოყევი ყველაფერი და ყვები ხა რა გავაკეთო? ხوار შევალამაზებ ყველაფერს და ესეთი იდეალური გიждებ ეგეთედებს, ხო იცი? გაგნებაში რა არის მაგიშვილები არაფერს და ჩემი შვილი ისე აცხობს, ისე აკეთებს და ის ტორტებს თუ რაღაცებს და რა კარგია. არის რამე ისეთი კერძი, რომელსაც არასდროს არ გააკეთებდი, მილიონი რომ გაგეკეთე. თევზეული და შიგნეულობა, ვერ ვყიდებ ხელს. აი მილიონი მოგეცი და თევზეულს არ ვერ გააკეთე. მოვყიდებ ხელს და რა. და $1 მილიონ თევზის შიგნეულობა. $9 მილიონ არ მოვყიდებ იმას, შიგნეულს ხელს რომ მიმისაჯონ. და $1 მილიონ მე შიგნეულობა. არ ვიყიდები. მე ვიყიდები. არა, შიგნეულობას გამორიცხული ხელი რომ მოვყიდე. აი რა, მოდი რა გასიჯა ეს ღვინო. ნიკოს ნომერია 090333. და ესეც ჭამე რა გეხვედები. ყველაფერს შევჭამ. მაინდა მას ყველა თელსაკ მას რომ მიარდები, წადით რა ისინი ჭამეთ, ვა? აი ეს გეხვეწები გთხოვ. გაიკეთეს იქ რაღაცა სოკოები და რაღაცა კრევეტები და ყველა მიარდება ჩემ. გესმით ხალ ხო მაინც ყველა აი სოკოები და რაღაცა კრევეტები არა რა, ეროვნულ ქართული ურჩევნიათ ხორცი შენ გენაცვალე, ეგრეა დამიჯერე. დანარჩენი არის სვეწყობა. მიხედეთ საქმეს. რავიოლი არ ვიცი რაღაცა და მაინც ხო ხედა ვინც მოვიდა ყველა მიადგა ხორცს ქართული ხორცი მომე ხორცი მომე ლორი იყვას ხორცი დედა გიждებენ აგერა ხახვის გადასარევია ეს ჭამა აბა წადე ყაკედან მოცილდი უნდა კიდე სად არის ეგრე მოდი ხაყა ერთს მოგცემ ჯანდაბა შენ თავი შენ შულა სახში არ გაჭმევენ შეფრატის დავაჯახოთ ბებო. აუ შეფრატის დავაჯახოთ ბებო მოდი მეც დავეჯახები შეფრატის ახალი გადატვირთული გია.
არა, მე ესეც ვეწყობებს ვერ გავაკეთებ. ეს არის არ ვიცი მე ესე. მე ვიცი გენაცვალე ციკას რო შემოიტანენ გენაცვალე და 2 დანით 8 თლია, ესე გავიზარდე მე. სუკი რო შეწავ შენ გენაცვალე, იცი რა მაინტერესებს? ოდეს მე მოგიტყუები, რომ აი ჩემი გაკეთებულია და შეკვეთილი ქონდა. კი. მართლა? როდის გეკეთე? რამდენიმე წლის წინ საწყალი მანანე მაჩაბელი ცოცხალი იყო და ხო. პორტი ართხობდა ერთი გოგოს წაუტოტოს მაშინ თბილისში, ნუ აი არ ვეუბნება. დაიბრალა? თავხედო რა თქვა და აი ამ ხელა რაღაცა ტორტი შეუყვე, მანას იუბილეი იყო. თეატრალურ ინსტიტუტში რა. ხო. წავიღე ეს ტორტი და არ მახსოვს ვინ მეტაკა, ვაიმე თან რო შენ გამოაცხო და მე თავხედი. აბა რა. ესე იგი მთელი ინსტიტუტი დამძდევდა, ბოლოს მომიწევს 3 თუ 4 ტორტი შეკვეთა, იმით ყველა თავის იუბილეზე და ეს გოგო ავავსე მოკლედ. მე ვიყავ ყოველ დღე გამოშვები ტორტს უყვეთავდი. ეს ღვინო მართლა ძალიან გემრიელია ყოველგვარი ხუმრობის ეს გარეშე. წვენი დავწუნე დილას და წამოვუყე მაყაშრებს. სხვანაირი რეცეპტით არის გაკეთებული და აბა ნახე გასინჯე შეფ. და მიგანქარდი აქვს ამას გაკეთებული ესეთი რომ დალევ ესე იგი გასხი ოცდები ეგრევე. შეფ რატის მადლობა ესეთი გემრიელი ტრაპეზისთვის გიждები ამ სიტყვაზე ტრაპეზი. დახვეწილი სიტყვა. შენსავით დახვეწილი სიტყვა. და საოცრება მაყაშვილებთან. მადლობა დედა. მადლობა თქვენ. ბავშვი წამოსაყვანი ყავს სკოლიდან. იყო ცოტა ხანი. კარგია. ამას შენ ეგრე მტოვებდი ხო სკოლაში? ხო. კი გემშვიდობებით, აი სულ ამბობ ხოლმე ხო გახსოვთ რომ ვასრულებ ხოლმე სტუმარი რომ მიდის, მოწყენილი ვარ ხოლმე და ეხლა არ ვარ მოწყენილი, იმიტომ რომ სიტყვა არ ჩამაგდებინა ხალხო ეს ვინატო. აი მოკლედ, შემდეგ ხუთშაბათს სტუმარი იქნება, მოკლედ ვეღარ ვლაპარაკობ რა. წავედი, მორჩა.